რა არის ოქრო? სალამი ინჟინერის მოყვარულებო. ჩემი სახელია იგორ ფელიპე და დღეს ვისაუბრებთ მეტალზე, რომელმაც ჩვენი საზოგადოების ყურადღება დიდი ხანია მიიპყრო. ოქროზე. ოქრო არის ყვითელი, მკვრივი და რბილი ელემენტი. სიმბოლოთი AU და ატომური ნომრით 79 ჩვენს პერიოდულ ცხრილში. და ის ათასობით წელია გამოიყენება როგორც ვალუტა, სამკაული და ღირებულების შენახვის საშუალება. ეს არის მეტალი, რომელიც ძალიან ფასობს მისი უნიკალური ფიზიკური და ქიმიური თვისებების გამო, მათ შორის მალისობის, დუქტილობის და კოროზიისა და ლაქების მიმართ მდგრადობის გამო. ოქრო ძირითადად მოიპოვება საბადოების მოპოვებისა და მადნის ამოღების გზით, ხოლო მისი მოპოვება და გადამუშავება შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად რთული. მისი იშვიათობის შედეგად ოქროს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში. ათასობით წლის განმავლობაში იყო გაცვლის საშუალება და ღირებულების შენახვის საშუალება. გარდა იმისა, რომ ოქრო გამოიყენება სამკაულებში და სტანდარტად, მას აქვს მრავალი ინდუსტრიული გამოყენება, მათ შორის ელექტრონიკაში, სტომატოლოგიასა და მედიცინაში. მისი შესანიშნავი ელექტროგამტარობის, არარეაქტიულობისა და ბიოშეთავსებადობის გამო. ოქროს ბაზარი ძალზე დინამიკურია. მასზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოლოგიური ფაქტორები და ის მუდმივი კვლევის საგანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გეოლოგია, ეკონომიკა და ფინანსები. ეხლა წარმოიდგინე ოქრო როგორც განსაკუთრებული ტიპის ლითონი, რომელიც იშვიათია ჩვენს პლანეტაზე და სწორედ ამ იშვიათობის გამო ის უკიდურესად ფასეული ხდება. ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა სხვადასხვა კულტურების მიერ. ადამიანებს ოქრო იზიდავთ, რადგან ის არ იჟანგება და არ ილექება, რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდ ხანს ძლებს. ის ასევე კარგი გამტარია ელექტროენერგიის და ბევრ სხვა ელემენტთან არ რეაგირებს, ამიტომაც გამოიყენება ელექტრონულ მოწყობილობებში. და რადგან ოქროს პოვნა და მოპოვება რთულია, მისი წარმოება მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი მსოფლიოში. აი რატომ არის ის ესეთი ფასეული და სხვადასხვა კულტურაში სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენებოდა. მაგრამ სად შეგვიძლია ვიპოვოთ ოქრო? მთავარი წყაროებია მადნები, სადაც ოქრო ხშირად მოიპოვება, ოქროს მადნიდან, რომელიც წარმოადგენს მინერალების ნაზავს და შეიცავს ძვირფას ლითონს. ოქროს მადნის საბადოებში ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი მინერალები, როგორიცაა კვარცი, პირიტი და კალკოპირიტი. ეს მინერალები ძირითადად მოიპოვება მიწისქვეშა მაღაროებიდან, სადაც ოქროს ძარღვები და მადნის საბადოები ითხრება და მუშავდება. ოქროს მცირე რაოდენობით შეგვიძლია ვიპოვოთ მდინარეებსა და ნაკადულებშიც, სადაც ის გვხვდება ალუვიურ საბადოებში, რომლებიც წარმოიქმნება ეროზიისა და ოქროს შემცველი ქანების გამოფიტვის შედეგად. ვისაც ოდესმე უთამაშია ელექტრონულ მოწყობილობებთან და ცოტა მჟავასთან, როგორც მე, იცის, რომ შეგიძლია ოქროს აღდგენა. ასევე ელექტრონული ნარჩენებიდან, როგორიცაა კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გადაკრილი ნაწილები. მაგრამ დამიჯერე, ამის გაკეთება ძალიან დიდი შრომაა. ოქროს საბადოები შეიძლება აღმოაჩინო. In todos os continentes. ყველაზე დიდი ოქროს წარმოებელი ქვეყნებია ჩინეთი, ავსტრალია, რუსეთი, შეერთებული შტატები და კანადა. და ზოგადად ოქროს მოსაპოვებლად პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპია იმის პოვნა, სად არის ოქრო და ამ ნაბიჯს ძიება ეწოდება. ეს კეთდება გეოლოგიური კვლევებისა და საბურვი პროგრამების საშუალებით. როგორც კი ვიპოვით, საჭიროა მაღაროს განვითარება მისი მოპოვებისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს გათხრას, გვირაბების გახსნას და ნაგებობების აშენებას მადნის გადამუშავებისა და რაფინირებისთვის. როდესაც მაღარო უკვე შექმნილია, ხდება უშუალოდ მადნის მოპოვება. შემდეგ ოქროს მადანი მოიპოვება მაღაროდან, ისეთი მეთოდებით, როგორიცაა მიწისქვეშა ან ღია კარიერის მოპოვება. და ეს მადანი გადაიტანება ჩვენს შემდეგ ეტაპზე, რაც მისი გადამუშავება. მოპოვებული მადანი მუშავდება, რათა ოქრო გამოეყოს მადანში არსებულ სხვა მინერალებს. ეს როგორც წესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპის საშუალებით, მათ შორის არის დამტვრევა, დაფქვა და ქიმიური ექსტრაქციაც კი. ბოლო ეტაპებიდან ერთ-ერთი არის ოქროს დახვეწა, სადაც ის იწმინდება და იხვეწება, რათა ყველა მინარევი მოიშოროს. ეს როგორც წესი ხორციელდება პროცესით, რომელსაც დნობა ეწოდება, სადაც ოქრო დნება და მინარევები გამოიყოფა და იშორება. ბოლოს ოქრო იღვრება ზოდებად, იხვეწება მავთულებად და ზოგჯერ ოქროს ფუსლებადაც კი. შემდეგ ეს ოქრო გამოიყენება სამკაულების დასამზადებლად, ქვეყნებში როგორც ღირებულების რეზერვი ან სამრეწველო დანიშნულებით.
რა თქმა უნდა, ოქროს მოპოვების კონკრეტული მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს საბადოს ტიპის, მდებარეობისა და ოპერაციის ეკონომიკის მიხედვით. ამ პროცესში ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, მაგალითად ციანიდი და თუნდაც ვერცხლის წყალი. ეს ქიმიური ნივთიერებები შეიძლება გარემოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს და კომპანიებს, რომლებიც ამ ნივთიერებებს იყენებენ საწარმოო პროცესში, სჭირდებათ ფრთხილი მართვა, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ზემოქმედება როგორც მუშაკებზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაზე. ოქროს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა მასალებთან შერწყმით შენადნობების შესაქმნელად. თუ არ იცით, შენადნობი არის ორი ან მეტი ელემენტის ნაზავი, სადაც მინიმუმ ერთი ამ ელემენტთაგან უნდა იყოს ლითონი. ოქროს სხვა ლითონებთან შერწყმით, მისი თვისებები შეიძლება შეიცვალოს, რათა ის უფრო შესაფერისი გახდეს კონკრეტული გამოყენებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოქროს შენადნობია ყვითელი ოქრო, რომელიც წარმოადგენს ოქროს, სპილენძისა და ვერცხლის შენადნობს. და ეს არის ტრადიციული ოქრო, რომელიც გამოიყენება სამკაულებში და რომელსაც აქვს თბილი ყვითელი ფერი. ასევე გვაქვს თეთრი ოქრო, რომელიც არის ოქროს, ნიკელისა და თუთიის ან პალადიუმის შენადნობი. აქვს ვერცხლისფერი თეთრი ფერი და ხშირად გამოიყენება სამკაულების წარმოებაში. რაც შეეხება ვარდისფერ ოქროს, ის არის ოქროსა და სპილენძის შენადნობი. აქვს ვარდისფერი წითელი ფერი და ასევე ხშირად გამოიყენება სამკაულების წარმოებაში. მწვანე ოქრო ან ელექტრონი არის ოქროსა და ვერცხლის შენადნობი და ათასობით წელია გამოიყენება გაცვლის საშუალებად და მონეტების წარმოებაში. ეს შენადნობები შეიძლება მორგებული იქნას კონკრეტულ მოთხოვნებზე და შეიძლება შერწყმული იქნას სხვა მასალებთან, რათა შეიქმნას უსუფრო რთული შენადნობები, რომლებსაც აქვთ თვისებები. სპეციფიკური თვისებები. მაგრამ სად გამოიყენება ოქრო? სამკაულების გარდა ოქრო შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ღირებულების რეზერვი და დაცვა ეკონომიკური და პოლიტიკური გაუგებრობის წინააღმდეგ. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად დუბაიში არსებობს ბანკომატები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ოქროს ზოდების გამოტანა. ეს იმიტომ, რომ ეს ელემენტი ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში და მისი ფასი დროთა განმავლობაში მცირე ცვლილებებს განიცდის. შეგიძლიათ ვაჭრობა ოქროთი ფონდების მეშვეობითაც კი საფონდო ბირჟაზე, მაგრამ ეს მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს არ ეხება. როგორც უკვე ვთქვი, ოქრო შესანიშნავი განტარია ელექტროენერგიის და გამოიყენება ელექტრონულ მოწყობილობებში, როგორიცაა სმარტფონები, ლეპტოპები და ტელევიზორები. ასევე გამოიყენება სტომატოლოგიაში, ბჟენებისთვის, გვირგვინებისა და ხიდებისთვის. მისი ბიოშეთავსებადობისა და განძლეობის გამო. ეს ნიშნავს, რომ ოქრო არ რეაგირებს ჩვენს ორგანიზმთან ისე, როგორც სხვა მეტალები და ამიტომ ის იდეალურია ესეთი გამოყენებისთვის. ვინ არ უნახავს ვინმეს ოქროს კბილი? ის მხოლოდ ესთეტიკისთვის არ გამოიყენებოდა, არამედ მისი ბიოშეთავსებადობის გამო. ოქროს ნაერთები ასევე გამოიყენება ზოგიერთ სამედიცინო მკურნალობაში, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის და ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ. და სად შეგვიძლია გამოიყენოთ ოქრო ინჟინერიაში. ელექტრონიკის ინდუსტრიაში იგი ფართოდ გამოიყენება ელექტრონული მოწყობილობების წარმოებაში. მისი მაღალი განტარობის, კოროზიისადმი მდგრადობისა და სტაბილური და მაღალი განტარობის მქონე კონტაქტების შექმნის უნარის გამო. ის ასევე გამოიყენება აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში. მისი კოროზიისადმი მაღალი მდგრადობისა და ინფრაწითელი გამოსხივების არეკლის უნარის გამო. ჩვენი თანამგზავრები იყენებენ ოქროს როგორც რადიაციისგან დაცვისთვის, ასევე მგრძნობიარე ელექტრონულ კომპონენტებში. საინტერესო გამოყენებაა კატალიზატორად. რამდენიმე ქიმიურ რეაქციაში მისი უნარის გამო დააჩქაროს რეაქციები ისე, რომ თვითონ არ დაიხარჯოს პროცესში. ეს მას მნიშვნელოვან მასალად აქცევს მრავალი სამრეწველო პროცესისთვის, მათ შორის სასუქების, პლასტმასისა და საწვავის წარმოებისთვის. ის შეიძლება გამოყენებული იქნას მინის წარმოებაშიც კი, სადაც მას იყენებენ მინის ფერის შესასრულებლად, მაგალითად წითელი, ყვითელი და თუნდაც მწვანე. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რატომ არის ის ასეთი ძვირი? პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, იშვიათობაა. ოქრო შედარებით იშვიათი ელემენტია და მისი მოპოვებისთვის საჭიროა მასშტაბური სამთო სამუშაოები დედამიწის ქერქიდან. ოქროს შეზღუდული მიწოდება, რომელიც მოთხოვნის ზრდასთან ერთადაა დაკავშირებული, მის მაღალ ფასს განაპირობებს. მისი მოპოვების ხარჯებიც საკმაოდ მაღალია. ოქროს ამოვება მიწიდან საჭიროებს ძვირადღირებულ ტექნიკას, ოპერაციებსა და სამთო პროცესებს. და რა თქმა უნდა, ეს ხარჯები გადადის მომხმარებელზე ოქროს უფრო მაღალი ფასის სახით. ოქროს რაფინირებად საჭიროებს სპეციალურ ტექნიკასა და ქიმიურ ნივთიერებებს, როგორც უკვე ვახსენე, ვერცხლის წყალი. და ეს ხარჯებიც ასევე ზრდის ოქროს საერთო ღირებულებას. და რადგან ეს იშვიათი ძვირადღირებული მასალაა, რომლის მოპოვებას დიდ რესურსს მოითხოვს, ტრანსპორტირებასა და უსაფრთხოებასაც ვერ გამოვიცხავთ.
ოქროს ტრანსპორტირება და შენახვა საჭიროებს დაცვის სისტემებსა და სპეციალიზებულ ჯგუფებს, ქურდობისა თუ დაკარგვის თავიდან ასაცილებლად. და რა თქმა უნდა, ეს ხარჯები აისახება ოქროს ფასზე. თვითონ სანთო კომპანიებს აქვთ უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ცნობილი მოთხოვნა მიწოდების კანონი. როდესაც ოქროზე მაღალი მოთხოვნაა და მიწოდება შეზღუდულია, ეს საბოლოოდ ფასებს ზრდის. ეს არის მომხიბვლელი ელემენტი, რომელიც ბევრ ადამიანში სურვილსა და სტატუსს იწვევს და უდაოდ კიდევ რამდენიმე 1000 წლის განმავლობაში გააგრძელებს ამ სურვილის გაღვივებას. და შენ უკვე იცოდი ეს ყველაფერი ოქროს შესახებ. დინდა ოქრო შემოწირო ამ არხისთვის. ან იქნებ უკვე იცი იმ გიგანტურ ასტეროიდზე, რომელიც მთლიანად ოქროსგან შედგება, ჩვენს გალაქტიკაში ბრუნავს და რომელზეც კოსმოსური სააგენტოები გიჟდებიან, რომ ხელი დაადო. დატოვე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით 2 ვიდეოს დავტოვებ, რომლებიც შეიძლება მოგეწონოთ. ასე რომ არ გამოტოვო და აწკაპუმე ერთ-ერთზე და ნახე. ეს ის მომენტია, როცა უნდა დაალაიქო ვიდეო, გამოიწერო არხი და გააზიარო ვიდეო შენს სოციალურ ქსელებში. ეს იყო ყველაფერი, მეგობრებო, დიდი მოკითხვა და გნახავთ შემდეგ ვიდეოში.